მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ შემოდის პირადში მარტის თვეში. დღეს გავაკეთებთ სამ პოზიციან გაშლას, თქვენს წინაშე არის პოზიციები. აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. ვიდეო გააჩერეთ, შეგიძლიათ მოიფიქროთ და შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება, როდესაც მზად იქნებით. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს რეზონირებას ინფორმაცია, როდესაც ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა თუ როდის განვათავზე საიტზე ვიდეო. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ და ტარო შესწავლით ხართ ასევე დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველში და ასევე მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვა, პირველება მოგესალმებით და გავიგებთ ახლა ვინ შემოდის თქვენს პირადში მარტის თვეში. თუ ახლა თქვენ ვინმე მოგწონთ დაინტერესდით ადამიანით, ეს პიროვნება მარტის თვეში იგივე ინტერესით გიპასუხებთ და იგივე გრძნობას გამოავლენს, იგივე დაინტერესებას გამოავლენს, იგივე ემოციით გიპასუხებთ, ინტერესის ობიექტი რომ ხართ, რომ მოწონ ხართ, ყურადღებას მოგაქცევთ და აბსოლუტურად ძალიან კარგად ყოფილად იგრძნობთ თავს. მაგრამ თუ ახლა არ გყავთ ეგრეთ წოდებული ქრაში, არ გაქვთ ესეთი ობიექტი, რომელიც გაინტერესებთ, მოგწონთ, ან სტალკავთ, ან ფოტოებს უფასებთ და კომუნიკაციაში არ ხართ, თუ ესეთი პიროვნება არ გყავთ, აქ მოდის ზუსტად ასეთი ანალოგიური სიტუაცია, ოღონდ სხვა პიროვნება დაიწყებს თქვენს ჩუმად თვალიერებას და ასე ვთქვათ, ქმედებებს. ჯერ დაიწყებს პირველად პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ თქვენი ყურადღება მიიქციოს, დაინტერესდეთ თქვენს, თუ იგივე პატარ-პატარა ემოციებით და ნაბიჯებით უპასუხებთ, უკვე მერე გადმოვა აქ ადამიანი თავის, ასე ვთქვათ, მოწონებას უკვე მოწერებშიც აქტიურად დააფიქსირებს. მაგრამ აქ მოდის მოვფიქრობ ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები, ახალი ნაცნობობა, ახალი საწყისი, ახალი ურთიერთობის საწყისი და ყურადღების საკითხები, სადაც აი კომპლიმენტი იქნება ეს თუ ადამიანის დამოკიდებულება, თქვენთვის იქნება მისაღები და სასიამოვნო ურთიერთობის საწყისი მოდის მარტის თვეში. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდე, ვისაც ქრაში გყავთ და უკვე მოგწონთ ადამიანი და პატარ-პატარა ემოციებით მასთან ურთიერთობას, პატარა ნაბიჯებით ცდილობთ, ან შეიძლება სულ მცირე ნაბიჯი იყოს, რომ ფოტო მოუწონოთ. აი ეს რაღაც უკუშედეგი, უკურეაქცია, შეიძლება არც ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ პიროვნებას კონდეს თქვენს მიმართ რაღაც გამოხმაურება, მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ ფოტო დაულაიქოთ და აღმოჩნდება, რომ იმ ადამიანსაც ძალიან დაინტერესებთ და იგივე ქმედებები მოდის, მაგრამ კიდევ ნახოთ ხომ რას გვეტყვის მარტის თვეზე ტარო. აქ ახალი კომუნიკაცია არის ნამდვილად. რაღაც მოსაწყენი ეტაპიდან გამოსვლაც გაქვთ, შეიძლება ახლა გაქვთ რაღაც გარკვეული სახის მიმოწერა, მაგრამ ხვდებით, რომ ცოტა მოსაწყენ სიტუაციაში ხართ და პარტნიორი არ შეგეფერებათ და ამ სიტუაციიდან შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ, ვინც ხართ ასეთი გადაწყვეტილების წინაშე და ურთიერთობიდან გამოხვიდეთ და ახალი საწყისების თვე წამოვიდეს. რაღაც მოსაწყენი ურთიერთობიდან გამოსვლა შეიძლება ჩავთვალოთ, ან იმ პიროვნებებთან შეაჩერებთ ყველანაირ კომუნიკაციას, ვისაც თვლით, რომ უბრალოდ დროს გაკარგვინებენ და ძალიან მოსაწყენი ურთიერთობები არის და რაღაცებს ამთავრებთ და მათი, ასე ვთქვათ, გაშვებით იმ ველს ათავისუფლებთ, სადაც ახალი ადამიანები უნდა შემოვიდნენ. ჯერჯერობით მარტის თვე იქნება კომუნიკაციის საწყისის თვე. მნიშვნელოვანი ცვლილებები ახალ პიროვნებასთან, მნიშვნელოვანი სწრაფი ნაბიჯები შეიძლება არ იყოს, მაგრამ სასიამოვნო კომუნიკაცია ნამდვილად გიჩანთ. დაგემშვიდობებით თქვენ. გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ვინ შემოდის თქვენს პირადში მარტის თვეში.
ნუ მარტის თვეში მოდის აქ თქვენთან ისეთი ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ ურთიერთობის დამთავრება გინდათ, ან ჩათვალეთ, რომ ამის შემდგომ თქვენი ურთიერთობა აღარ იქნებოდა, შეიძლება ფიქრობდით, რომ აღარასდროს დაგირეკავდათ, აღარასდროს მოგწერდათ, ეს კომუნიკაცია აღარ აღდგებოდა და ისეთი გადაწყვეტილება გაქვთ თქვენს თავში მიღებული, რომ რაღაც ურთიერთობა დაამთავრეთ, საბოლოოდ პიროვნება წავიდა თქვენგან, ან თქვენ წამოხვედით მისგან და მისგან არანაირ SMS და არანაირ გამოჩენას აღარ ელოდებით, ძალიან ისეთი ან დიდი ხნის უკან დამთავრებული ურთიერთობა მოდის თქვენს ცხოვრებაში, ან ნათლად რომ გრძნობდით, რომ ამ პიროვნებასთან აღარანაირი გაგრძელება აღარ უნდა მქონდეს, სუსტად ეს პიროვნება გახსენებთ თავს, მაგრამ ვნახოთ დეტალები. რატომ, რისთვის და ასე შემდეგ. ნუ აქ მოდის ისეთი ადამიანი თქვენთან მარტის თვეში, რომელთანაც არასასიამოვნო ისტორია გადაგხდათ, შეიძლება იკამათეთ, ან იჩხუბეთ, ან ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ემოციები იმ დონეზე გაცივდა, ინტერესი იმ დონეზე გაგიცივდათ ერთმანეთის მიმართ, რომ ურთიერთობიდან ან კომუნიკაციიდან საერთოდ წამოხვედით. აქ ხელახალი დაინტერესება მოდის ამ პიროვნების თქვენი მისამართით, როგორც ჩანს, ამ პიროვნებამ რაღაცები გადააფასა და მიხვდა, რომ თქვენთან არაფერი არ დაამთავრა, ვერ დაამთავრა და ისევ სურს, რომ რაღაცები წამოიწყოს და ისევ ბედის ცადოს. ანუ ის დააფიქსირა საკუთარ თავში, ეს არის პერიოდი, როდესაც მარტო დავრჩებით და ვაცნობიერებთ იმ ადამიანის ფასს, ვინც ჩვენს გვერდით აღარ არის. აი ეს პერიოდი მან ვერ გაიარა და მიხვდა, რომ წარსულში ვერ დატოვა ის ურთიერთობა, რაც თქვენთან აკავშირებდა. ეს შეიძლება აბსოლუტურად შეიძლება იყოს, არ არის აუცილებელი რომ იყოს უბრალოდ ყოფილი პარტნიორი, მაინც და მაინც ისეთი მძაფრი შეგრძნებები და ემოციები და ისეთი ურთიერთობა გქონოდათ მასთან. შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ყოფილი პარტნიორია, მაგრამ შეიძლება აქ მოვიაზროთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც რაღაც მიმოწერების ცადეთ ან უბრალოდ იცნობდით ამ პიროვნებას, მაგრამ აღარ განვითარდა ურთიერთობა და აი ახლა დადგა იმის ჯერი მარჩი, რომ გაახსენდეთ ამ ადამიანს და ან თქვენი ფოტო ნახოს, ან რაღაც ხელახლა მოეწონოთ და ნაბიჯები გადმოდგას. ჩემო მეორეებო, შეიძლება თქვენ ახლა ელოდებოდით, რომ ახალ პარტნიორზე ვიტყოდი რამეს, ან ახალ შესაძლებლობებზე ვიტყოდით რამეს, მაგრამ სამყარო და ბედი გეუბნებათ, რომ რაღაცები არ არის დამთავრებული. კარმული საკითხები შეიძლება ჩავთვალოთ, ან ბედი ყოველ შემთხვევაში რატომღაც მარტის თვეში აბრუნებს ზუსტად ამ კონკრეტულ პიროვნებას თქვენთან. რადგან კიდევ ერთხელ რაღაც გადააფასოთ ერთმანეთთან და აი ამჟამად ახლა ამ წუთას ხვდები, რომ შეიძლება ეს ადამიანი შემოვიდეს და მე ისევ გაუშვათ კომუნიკაციიდან თუ მასთან არაკომფორტულად იგრძენით თავი, მაგრამ ეს არის გარდაუვალი, რომ ეს პიროვნება მაინც უნდა შემოვიდეს. რაღაც პატარა ცდა არის ეს თუ აი რაღაც მნიშვნელოვანი გააზრებული, რაც მან გაიაზრა და მიხვდა, აი ეს ყველაფერი უნდა თქვენთან მოიტანოს. ბედი ამის შესაძლებლობას აძლევს ამ პიროვნებას. აი ესეთი ცოტა როგორ გითხრათ, უფრო ესეთი ემოცია მაქვს აქ, რომ ეს პიროვნება შეიძლება რაღაცას ნანობს, თუ რაღაც ცუდად მოგექცათ, აი ამას ნანობდეს და არასვენებდეს ეს ფაქტორიც. მაგრამ თუ ძალიან ისე კაცრად და ცივად არ ხართ პიროვნებასთან დაშორებული და უბრალოდ კომუნიკაცია გაჩერდა ისე, რომ დიდად გული არ დაგწყდათ, ეს პიროვნება მიხვდება, რომ რაღაც ისევ ახსენდებით და ვერ გაგიშვათ გულიდან და ისევ მობრუნდება თქვენთან. ნუ აქ ცვალებადი პარტნიორით შეიძლება ჩავთვალო ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში, რომელთანაც ესეთი ვეძახი ხოლმე სეზონური ურთიერთობა გაქვთ. სეზონური ურთიერთობა შეიძლება ჩავთვალოთ პარტნიორი ან პიროვნება ან კომუნიკაცია გაქვთ ხოლმე ესეთ პიროვნებასთან, სადაც თქვათ რაღაც საქმის გამო ერთი თვით მიდიხართ ხოლმე, ან შეიძლება ქალაქ გარეთ გადიხართ ხოლმე და იქ ხვდებით ერთმანეთს, ან რაღაც სეზონური კავშირი გაქვთ, ან ეს პიროვნება მოდის ურთიერთობაში, ხან კონტაქტობთ, ხან არ კონტაქტობთ და ესეთი ადამიანი შემოდის, მაგრამ რატომღაც ბოლო შეხვედრის დროს შეიძლება ჩათვალეთ, რომ აღარ იქნებოდა თქვენი გზების გადაკვეთა და მაინც რაღაც ისე მოხდება, რომ კიდევ ერთხელ ეს პიროვნება თქვენს პირადში გამოჩნდება. დაგემშვიდობებით მეორეებო.
გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით, მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში, თქვენს პირადში, ვინ შემოდის მარტის თვეში. აქ სხვათა შორის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რამდენიმე პიროვნება იქნება თქვენით დაინტერესებული, რამდენიმე ადამიანს მოეწონებით, აქ შეიძლება ჩავთვალოთ ყოფილი პარტნიორიც, ახალი პარტნიორიც, ახლა მწუთას ვინც ცდილობს რომ ყურადღება მიიქციოს თქვენი ეს ადამიანიც იქნება, რაღაც კონკურენცია არის თქვენზე, თქვენთან კომუნიკაციის სურვილი ბევრ ადამიანს ექნება, ასარჩევი შეიძლება გქონდეთ, რომელი ადამიანი, ასე ვთქვათ, მოუშვათ ახლოს, ვის მისცეთ უფრო მეტი შანსი, ვის არ. უფრო მეტად მარტის თვეში იქნება თქვენი პირადი ცხოვრების ესეთი განახლება უფრო ესეთი, იმიტომ რომ შეიძლება მარტის თვეში საერთოდ გადაწყვეტილება ვერც მიიღოთ, ვინ მოგწონთ და ვინ არ მოგწონთ. იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში იქნებით. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ესეთი ადამიანებიც კი დაინტერესდნენ თქვენით, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთშიც კი დაიჭირონ ის ფაქტი, რომ ორივეს მოეწონეთ და ცოტა კონკურენციის განცდაც კი დაეწყოთ ერთმანეთში, ხო? შეიძლება ვიღაცისთვის ჩხუბის საგანიც კი გახდეთ. რაღაც ისეთი აქტიური თვე მოდის და მოდი კიდევ გავარკვიოთ. ძალიან საინტერესო არის ეს მარტის თვე კი ასე რაღაც ქაოსური სიტუაციები კი იქნება იმ მხრივ, რომ ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ, ინტერესი იქნება თქვენს მიმართ. მაგრამ სხვათა შორის მარტის თვე კიდევ ძალიან დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, იმიტომ რომ აი ამ პიროვნებებს შორის აღმოჩნდება ზუსტად ის ადამიანი, ერთ-ერთი იქნება ზუსტად ის ადამიანი, რომელიც შეძლებს კონკურენტების ჩამოშორებას, თქვენი გულის მოგებას, თქვენი ემოციების თუ სიყვარულის, ასე ვთქვათ, დამსახურება ექნება. ანუ ერთს მაინც მისცემთ ისეთ შანსს, რომ ძალიან დიდი საწყისები მოდის. მარტის თვეში შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეთ რომელი არის, მაგრამ აი ამ ნაცნობებიდან ერთ-ერთი შემდგომ იქნება თქვენი მუდმივი პარტნიორი, გახდება თქვენი მუდმივი პარტნიორი, რომელიც მოდის უკვე იმპერატორის არკანში. ეს არის ძალიან სერიოზულად განწყობილი პიროვნება. რომელთან შეიძლება ხანგრძლივი, ძალიან ჯანსაღი, კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, სადაც იქნება როგორც სიყვარული, ასევე რაღაც შეიძლება ესეთი მამის როლიც კი მოერგოს თქვენთან. შეიძლება ცოტათი უფროსი იყოს ეს პიროვნება თქვენზე, ან თქვენს ცხოვრებაზე დიდი პასუხისგებლობა აიღოს, დაგეხმაროთ რაღაცაში, შეიძლება ფინანსურად დაგეხმაროთ, შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიგვაროთ, შეიძლება ეს არასასურველი ადამიანების ჩამოშორებაში დაგეხმაროთ. ძალიან ისეთი პასუხისგებლიანი პიროვნება შემოდის, რომელიც იმუშავებს იმ საკითხზე, რომ თქვენი სიყვარული დაიმსახუროს. თქვენს მაგივრად გადაჭრის რაღაც პრობლემებს ეს პიროვნება, ასე იცნობთ, რომ დაგეხმარებათ და რაღაც მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც თქვენს გეხებათ, თავის თავზე აიღებს და ძალიან ისეთი ღირსეული საქციელი ექნება და მას სხვათა შორის გამოარჩევთ საბოლოოდ ძალიან გამორჩეულ მიდგომას გამოხატავს და თქვენ აი ამ საქციელი ძალიან გამოარჩევთ მას, რომ სიტყვის ადამიანად ჩათვლით და მასთან ურთიერთობა მოგეწონებათ, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ მასთან ძალიან დაცულად ხართ. მარტის თვე ძალიან საინტერესო თვე იქნება, იმიტომ რომ ფაქტიურად თქვენს მომავალ ურთიერთობას უხსნის კარს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.